1991 წელს ჩვენმა ქვეყანამ და ქალაქ ფოთმა უმასპინძლეს ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატს წყალსათხილამურო სპორტში. და დღეს 35 წლის შემდეგ ისტორია გამეორდა. ფოთში ოქროს ტბაზე იმართება აფრიკისა და ევროპის ღია ჩემპიონატი წყალსათხილამურო სპორტში, ხოლო არდი ამ ჩემპიონატის ოფიციალური მზღვეველია. საერთაშორისო დონის ექსტრემალური სპორტის დაზღვევა ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საკითხია და ჩვენც მოხარულები ვართ, რომ სწორედ არდი არის ამ ჩემპიონატის ოფიციალური მზღვეველი. არდი აგრძელებს სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერას. ამ ტურნირის ფარგლებში არდი არის როგორც ოფიციალური მზღვეველი, ასევე მხარდამჭერი ქართველი სპორტსმენების საზღვაო კომპანიამ გამოყო საპრიზო ფონდი, რაც მიემართება მათი პროფესიული განვითარებისთვის. როგორც ყველა სპორტში, ამხელა ღონისძიებები პირველი რაც არის, ყველანაირი საერთაშორისო სპორტის და ოლიმპიური მოძრაობის ეს არის უსაფრთხოება. უსაფრთხოება არის პირველ რიგში. ვერ ჩატარდება და არ ჩატარდება არც ერთი ფორუმი, ამხელა მასშტაბზე არ არის საუბარი, თუ არ იქნება დაზღვევა. საერთაშორისო ფედერაცია რო გვაძლევდა ამ ტურნირს, პირველი იკითხეს, რომ ვინ არის ჩვენი დამზღვევი, ვინ არის სიტუაციის დამზღვევი. დაწყებული ტექნიკიდან დამთავრებული სპორტსმენებისგან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ესეთი დიდი ფორუმები ყოველთვის უნდა იყოს დაზღვეული და დაზღვეული ძალიან ძლიერი და კარგი პარტნიორის მხრივ.